ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ვაშინგტონში იმყოფება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროგრამა პონარსის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. დღეს ის ჩვენი სტუმარია. ბატონო კორნელი, დიდი მადლობა დრო რომ გამონახეთ ჩვენთან სასაუბროდ. როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში და როგორ შეადარებთ ამ გარემოს შარშანდელ წინასაარჩევნო გარემოსთან, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ იგივე ვითარება იყო ქვეყანაში? ზოგადად თუ შევხედავ და თუ შევადარებ ამ ორ არჩევნებს, განსხვავება საკმაოდ დიდი არის იმ განსხვავებით, რომ ეხლანდელი საარჩევნო გარემო არის შედარებით უფრო გახსნილი და უფრო ასე ვთქვათ გახსნილი არის ძირითადი აქტორების უფრო მეტი მონაწილე არის განსხვავებით ვთქვათ წინა არჩევნებიდან გამომდინარე იქიდან რომ საპარლამენტო არჩევნები იყო ასევე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ აღინიშნება ესეთი მასიური და უხეში დარღვევები როგორც ვთქვათ წინა არჩევნების დროს იყო. ყოველი არჩევნების დროს საქართველოში დასავლეთში არის ესეთი განცხადებები რომ ეს არის საქართველოს დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა. თქვენი აზრით, რა მღელა მნიშვნელობა აქვს აი ამ გამოცდის ჩაბარების მხრივ ამ არჩევნებს და ეთანხმებით თუ არა იმას, რომ არჩევნები შეიძლება იყოს გამოცდა ქვეყნისთვის, სტოპეს დემოკრატიისთვის? სიმართლე გითხრათ, საქართველოში ცოტა არ იყო საზოგადოება დაიღალა ამ განცხადებებით, რომ თქვათ კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩავაბარო დემოკრატიის კუთხით, მაგრამ მე მაინც გონია, რომ თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არის არჩევნგარი დემოკრატია, ესეთი სახის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და რაც თავარია მნიშვნელოვანია, რომ ის ჩატარდეს კონკურენტულ პირობებში, როგორც თქვათ დღეს არის და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მას გაჩნდეს ძალიან მაღალი საზოგადოების ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის რაღაც ხარისხი. ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი არის დემოკრატიული სისტემის აშენება და მით უმეტეს თქვათ ინსტიტუტების აშენება, რომლისკენაც საქართველოს მიისწრაფვის. რას ფიქრობთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით? თქვენი აზრით იქონიებს თუ არა ის გავლენას შიდა პოლიტიკაზე და იქონიებს თუ არა გავლენას დემოკრატიის ხარისხზე, რომელიც არის თქვათ ამჟამად საქართველოში? გავლენას აუცილებლად იქონიებს გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურად მისი წასვლის შემდეგ იცვლება მთლიანობაში ზოგადად პოლიტიკური ლანდშაფტი და ასევე რაც ყველაზე მთავარი არის გარკვეულწილად დგება ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ლეგიტიმურობის პრობლემა. გამომდინარე იქიდან, რომ ესე იგი ამ არჩევნების წინ არჩევნების დროს ჩვენ ვიცით, რომ ხალხმა პრინციპში მისცა ბიზინა ივანიშვილის ხმა, აი მისი წასვლის შემდეგ შეიძლება დადგეს ეს საკითხი, რომ თქვათ, რამდენად არის უფლებამოსილი თქვათ ის ადამიანი, რომელიც მას შეცვლის, რამდენად ექნება მას ბოტუმი, თქვათ იგივე მოსახლეობასთან. აი ეს პრობლემები არის, რომელიც დგას ზოგადად მისი წასვლის შემდეგ. რა გავლენა შეიძლება ქონდეს მაგას კოალიციის ერთიანობაზე, რომელიც თავიდანვე მოყოლებული საკმაოდ ისე მყიფე იყო? სავარაუდოდ ალბათ კოალიციას ერთ ნებისმიერი კოალიციის ბედი ის არის, რომ ეს რაღაც პერიოდის განმავლობაში ალბათ დაიშლება და გამომდინარე იქიდან, რომ ეს კოალიცია საკმაოდ მყიფე არის და შექმნილი არის გამომდინარე იქიდან, თუ დავაკვირდებით იმ პარტიებს, რომლებიც შედიან ამ კოალიციაში, მათი მიზნები და ხანდახან იდეოლოგიური გარკვეული შეუთავსებლობა იგრძნობა. ეხლაც კი და აი თქვათ ივანიშვილის წასვლის შემდეგ ალბათ უფრო გაჭირდება ამ ერთიანობის შენარჩუნება, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები თქვათ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით. თუ ნაციონალურ მოძრაობამ მოახერხა მთლიანად ერთიანობის შენარჩუნება როგორც პოლიტიკურმა ძალამ, მაშინ შეიძლება ეს ალიანსი კიდე კარგ ახანს ასე თქვათ არ დაიშალოს. რა ხდება დიცში და რა ხდება სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ახლა, როცა უკვე რამდენიმე ხანია რუსი მესაზღვრეები მავთულ ხლართებს აგებენ რაღაც პირობით საზღვარზე, რომელსაც თვითონ უწოდებენ საზღვარს. რა არის სინამდვილეში ეს ხაზი? რას არქმევენ, რას უწოდებენ ეს ადამიანები საზღვარს? ზოგადად ჩვენ თქვათ ქართული გადასახედიდან ალბათ ამას საზღვარი არ შეიძლება უწოთ, უფრო შეიძლება საოკუპაციო ხაზი ალბათ დავარქვათ და ესეც არის. გამომდინარე იქიდან, რომ რაც დღეს ხდება, ეს არის კიდევ ერთხელ თქვათ დადასტურება იმისი, რომ ხშირად ასე მიუხედავად ჩვენი გარკვეული რაღაც ესეთი ილუზორული ხედვისა, რომ თქვა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება შესაძლებელია, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არ გამართლა და ყველაზე ცუდი ის არის, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ეგრეთ წოდებული ახალი რეალიები ადგილზე კიდევ ერთხელ განამტკიცოს და აი ამ საზღვრის ამ თქვა გავლების აი პროცედურაში ჩაითრიოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. ანუ მთავარი მიზანი არის, რომ თქვა გააღიზიანოს საზოგადოებრივი აზრი საქართველოში და რაღაცნაირად დააფიქსიროს, რომ აი საქართველოს მთავრობა და საზოგადოება მიფიქროს იმაზე, რომ აი თქვა სადგავა ეს საზღვარი 300 მეტრის იქით, 500 მეტრის იქით. ანუ ამაზე დაიწყოს ფიქრი. რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ ამ ახალ რეალიებს აარიდოს თავი? თქვათ, ხელი შეუშალოს იმას, რომ რუსეთმა
ადმინისტრაციული საზღვარი არ აქციოს განხილვის თემად, რომ მოლაპარაკებების პროცესში თუ დაიწყო და განახლდა ეს მოლაპარაკება. სამწუხაროდ სახელმწიფოს ბევრი რამე არ შეუძლია, ერთადერთი შეუძლია თქვა იფიქროს იმ ადამიანების ბედზე, რომლებსაც უშუალოდ შეეხოა ეს საზღვრის გავლების ეს საკითხები და თქვა იზრუნოს მათზე და განსაკუთრებით ეს იქნება მატერიალური თქვა რაღაც პირობების გაუმჯობესება მათთვის და ასევე რაც თავარია სახელმწიფომ უნდა შეძლოს თავარი რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაარაზმოს აი ამ უკანონო ფაქტთან დაკავშირებით და ეს უნდა იყოს გაცხადდეს მაღალი ტრიბუნებიდან იგივე დიპლომატიურ საუბრებში, დიალოგებში და სხვადასხვა თქვა აი ორმხრივ ურთიერთობებში და მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან რომ საქართველოს არ შეეგუება ამ ოკუპაციას და რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც. მე მგონი აი ჯერჯერობით ამაზე მეტი სახელმწიფო ამ ეტაპზე მე მგონი ალბათ ვერ გააკეთებს. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში.